25 არხმა თვისობრივი ანალიზმა აჩვენა, რომ არხი იცავდა ქცევის კოდექსს და მისი საინფორმაციო პროგრამის სიუჟეტები უმეტესად დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო. აღსანიშნავია, რომ არხი ცდილობდა მაყურებლისთვის შეეთავაზებინა მრავალფეროვანი თემები, რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული საკითხები. მათ შორის გაეშუქებინა შორეული მაღალმთიანი სოფლის ადგილობრივი პრობლემები. ასეთია საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის და სლოვაკური კომპანია Memo 98-ის ერთობლივი მონიტორინგის დასკვნა. მედიის თვისობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგი 1 აპრილიდან 30 აპრილამდე წარმოებდა. გასულ თვეში მედია საშუალებებმა საინფორმაციო პროგრამების არსებითი ნაწილი მთავრობისა და ორი ძირითადი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ღონისძიებებს დაუთმეს. რეგიონული მაუწყებლები კი მათთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკმაოდ დიდ საეთერო დროს უთმობდნენ. ნაკლებად აშუქებს მთავრობის აქტივობებს და ძირითადად არის კრიტიკული გაშუქება. პირიქით მონიტორინგი აჩვენებს, რომ ძალიან ინტენსიური გაშუქება და პირიქით ნაკლებია კრიტიკა მთავრობის საქმიანობის მიმართ. იყო რამდენიმე მიკერძოებული გაშუქების შემთხვევა, მათ შორის სამწუხაროდ რეგიონულ ტელევიზიებში, მაგრამ ეს არის გამოსწორება და ეს არის ტენდენციის მაჩვენებელი და რაიმე არსებით გალონეს, ესე ვთქვათ, არასწორი გაშუქება ხდება მიმდინარე მოვლენების, ესე არ არის. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მეტნაკლებად ყველა არხი დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებდა წინა საარჩევნო პერიოდს ამ ერთი თვის განმავლობაში. გამოვლინდა თითოეულ არხზე და არხების უმრავლესობაზე კონკრეტული დარღვევები, სადაც თქვა ჟურნალისტური სტანდარტი, ეთიკური წესები, ზოგ შემთხვევაში ბალანსი, მიუკერძოებლობის პრინციპი იყო დარღვეული. რეგიონში უფრო გამოიკვეთა თქვა პრობლემები მიკერძოებულად გაშუქებასთან დაკავშირებით, ვიდრე ეროვნულ მაუწყებლებში.